მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა მოძღვარი. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. დაგლოცით მამა თეოდორე. დაგლოცოთ უფალმა. მამაო, ჩვენ საუბრობთ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შესახებ, თუმცა შეიძლება ის სხვა რელიგიაშიც იყვნენ მართალი ადამიანები. საინტერესოა ვინ არიან წმინდანები? ისინი ვინც ცნებებს აღასრულებენ თუ ვინ არიან? ესე იგი ჩვენ ბოლო პერიოდი საუბრობთ მართლმადიდებლობის უნიკალურობაზე. მეტნაკლებად აპოლოგიას ვეწევით. საერთოდ ყოველი ქადაგება აპოლოგია მართლმადიდებლობისა და ვცდილობთ დავანახოთ ჩვენს მაყურებელს იმ მოძღვრების უნიკალურობა, რომელსაც ჩვენი მამა-პაპანი უკვე 1500 წელია მისდევენ. ერთგულად ემსახურებიან უფალს, იგწოდენ, თავს წირავდნენ, კვდებოდნენ. დღეს ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი ათეიზმისა და სამწუხაროდ, როგორც ერთ წინა გადაცემაში ვთქვით, დღევანდელ ქართველ კაცს ჭირდება, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა სწამდათ ჩვენს წინაპრებს, რა სარწმუნოება ეპყრათ ხელს, რა გადმოგვცეს, რისთვის კვდებოდნენ. რა იყო მათი ცხოვრების მიზანი. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ისინი კვდებოდნენ უბრალოდ სამშობლოსათვის, როგორ გითხრათ, შეიძლება ესეთი თქმა, მაგრამ ადამიანის ცხოვრების საზრისი და მიზანი თუ მას მარადიული ცხოვრება არ წამს და მარადიული ცხოვრებისათვის არ ცხოვრებისაკენ არ მიისწრაფის, თუ საერთოდ ადამიანი მარადიული არ არის, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება თვით სამშობლოსათვის სიკვდილსაც, იმიტომ რომ კაცი რომელიც ომში მოკვდება და მისი სხეული უსულოდ ასვენია ბრძოლის ველზე, აბა მიდი კითხე, სად არის შენი სამშობლო? თუ ღმერთი არ არის, მისთვის აღარაფერი აღარ არის. აბსოლუტურად აღარც სამშობლო, აღარც იდეალები, ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი სისულელე ყოფილა, აღმოჩნდა რომ სისულელეა. ანუ მე ის გვამინდა რომ ნებისმიერ ულამაზეს ღვაწლსაც კი, ისეთ ღვაწლსაც კი, როგორც სამშობლოს სიყვარულია და მისთვის თავგანწირვა, ამასაც კი აზრი ეკარგება, იმიტომ რომ თურმე არაფერი არ არის და ყველაფერი მთავრდება. ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ, რისთვის კვდებოდნენ, რა იყო მათი მიზანი და ეს ჩვენ გადმოგვცეს. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ვთქვით, მრავალი ათეული წელია უკვე ჩვენიერი მოწყვეტილი ამ ფესვებს და თავიდან გვიხდება ყველაფერი ამის მტკიცება. ეს მედლის ერთი მხარეა, რომ ცუდია, მაგრამ არის მედლის მეორე მხარეა, ჩვენ ვზივართ ძვირფასო ძმებო, დებო და ვსაუბრობთ მართლმადიდებლობის შესახებ, ამით ჩვენ ღმერთს ვადიდებთ და გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჩვენი წინაპრების ფესვებს და წავიდეთ წინ ღვთისაკენ და წავიდეთ წინ ჩვენი წინაპრებისაკენ, რომლებიც არ არიან წარსულში, რამე თუ ადამიანი უკვდავია, არამედ ისინი წინ არიან, უფალთან არიან, სიცოცხლეში არიან. მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის უნიკალურობა ყველაფერში ვლინდება აბსოლუტურად, ჩვენ მრავალ საკითხზე ვისაუბრეთ და ერთ-ერთი არის, რაც კითხვა დაისვა, ხო? წმინდა, ვინ არის წმინდანი? დამოკიდებულება წმინდანობისა, ქრისტიანობისა წმინდანობის მიმართ და რაღაცნაირად შეიძლება შედარებას მივუყუროთ სხვა რელიგიები როგორ უყურებენ წმინდანობას, რას ნიშნავს მათი გაგებით წმინდანი. ჩვენ აქ რა თქმა უნდა ძალიან ღრმა ფილოსოფიურ საკითხებს არ შევეხებით, როგორც ხშირად გვითხოვია, იმიტომ რომ ჩვენი სატელევიზიო ფორმატი ამის საშუალებას არც იძლევა და არც საჭიროება არ არის ამისი აქ, მაგრამ აი ძალიან მოკლედ ვთქვა. ნებისმიერ რელიგიაში ვინ შეიძლება იყოს მათი გაგებით მართალი წმინდანი ადამიანი. რა თქმა უნდა ის, ვინც ამა თუ იმ რელიგიის ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობების რაღაც მცნებებს, რაღაც წესებს აღასრულებს და შესაბამისად ცხოვრობს, ხო სწორია? და ვამბობთ, რომ აი ეს ადამიანი ჩვენი წესების მიხედვით, ჩვენ ის რაც ჩვენთვის სავალდებულოა და ის რაც ჩვენთვის წმინდა, იმის შესაბამისად ცხოვრობს და ამიტომ ეს ადამიანი არის წმინდანი. და მართლაც ესეა, რომ ისინი ცდილობენ აღასრულონ ყოველივე ის, რაც მათი რელიგიის მიხედვით არის დაწესებული და რა თქმა უნდა ადამიანს აქვს უნარი. ადამიანს აქვს საოცარი ადამიანის ბუნებას გააჩნია საოცარი მამოძრავებელი ძალა, ძალიან ესეთი აქტიური, ეს არის ნებელობა.
და თუ ადამიანს მით უმეტეს ძლიერინების ყოფა აქვს, ადამიანს ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. ძალიან ადამიანი კოსმოსში ავიდა და მიკროსამყაროში ძრება, ყველაფერს აკეთებს. ადამიანის ფსიქიკას საოცრებების მოხდენა შეუძლია, რაც ხშირად გაგვიგია და ვთქვათ ნაპრჩხლებზე დადიან და საოცარ ფენომენალურ შესაძლებლობებს აღწევს, ისეთი ძლიერი ფსიქიკა აქ ადამიანს, რომ თავის ხორციელ ბუნებაზეც კი იმარჯვებს. ადამიანს წმენით უამრავი რამის მიღწევა შეუძლია და ასე შემდეგ. შემოქმედია ბუნებით, ხო? ეხლა როგორ ფიქრობ, თუ ადამიანი იფიქრებს, რომ აი ეს ცნებები, რომელიც მე მაქვს, ეს არის ღვთისაგან მოცემული და ამაში საკუთარ თავს ავარჯიშებს, მე თუმეტეს თუ შეიქმნება მთელი სკოლები 100 წლების განმავლობაში, რომელიც იარსებებს, რა თქმა უნდა, თუ მე ამა თუ იმ სისტემის მიმდევარი გავხდები, მე შევძლებ, რომ ესა თუ ის ცნებები აღასრულო და ამა თუ იმ რელიგიურ საზოგადოებაში წმინდანად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. როგორ არის ეს ქრისტიანობაში? ქრისტიანობაში ცოტა სხვანაირად არის. აი მაგალითად ვინც მეტნაკლებად სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეხლა ის ამას უფრო ადვილად მიხვდება, იმიტომ რომ საკუთარ თავზე აქვს ეს გამოცდილი. ცნებების აღსრულება ქრისტიანობაში ეს არის წმენის გამოვლინება, უფალი პირდაპირ ამბობს, მე იმას წამვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს, მაგრამ არის მეორე რამ ძალიან საინტერესო. სანამ უფალი მოვიდოდა, ჭეშმარიტი რელიგია იყო ძველი აღთქმის რელიგია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ის იყო ყველაფრით ჭეშმარიტი და ეს იყო მომზადება კაცობრიობისა ქრისტეს მესიის მისაღებად, ქრისტეს მისაღებად. ამიტომ იქ რო ადამიანი ცხოვრობდა იმ ცნებების მიხედვით, ის თავისთავად ცხადია, განიწმინდებოდა და უფლისაკენ იყურებოდა. ესე იყო იდეალურ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ზედმიწევნით აღასრულებდნენ გარეგნულ ჯულს, უფალი მოსაკლავად გაიმეტეს, ანუ სინამდვილეში ღმერთი უარყოს, როცა საქმეზე მიდგა და ღმერთი მოვიდა, მათ ღმერთი უარყოს. უკვე აქედან უნდა დავინახოთ, რომ გარეგნული ცნებების აღსრულება სავსებით არ არის საკმარისი. მე მგონი ერთ-ერთ ქადაგებაში გითხარით, ყოველ შემთხვევაში ახლა გავიმეოროთ, ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე ქრისტიანობისა. ძალიან ღრმა თავისი აზროვნებით და ცხოვრებით განსაცვიფრებელი ასკეტი და საოცრად მოყვარული უფლისა ისაა კასური. ვინც მისი ნაწარმოებები, მისი გამოსულია რუსულ ენაზე არის, ქართულადაც გონი რაღაც ნაწილი გამოვიდა, აი კითხულობდა, იმდენად ღრმა არის, რომ უდიდესი ნაწილი არც გესმის. არ გესმის არა იმიტომ, რომ ინტელექტუალურად არ გესმის, არამედ ხვდები, რომ ის რომ გაიგო, რაც იქ წერია, უბრალოდ ცოტათი მაინც უნდა ცხოვრობდე ისე, როგორც ეს ადამიანი ცხოვრობდა, იმიტომ რომ ის თავის გულს აშეშვლებს და თავის გულის მდგომარეობას წარმოაჩენს. უაღრესად ღრმა არის. უაღრესად სანდოა ისაა გასული. უდიდესი წმინდანი, უდიდესი ავტორიტეტი. და ეს დიდებული ადამიანი წერს ესეთ რამეს, რომ ქრისტიანობაში ცნებების აღსრულება, მე ხა ციტირებას ვერ მოვიყვარ, მაგრამ არს გადმოვცემ, ცნებების აღსრულება არ არის მთავარი. არამედ მთავარია ამ ცნებების აღსრულების გზით მოვიპოვოთ სიმდაბლე. ანუ ცნებების აღსრულება ადამიანს თავისთავად არ აცხოვრებს. არამედ ამ ცნებების აღსრულებით სიმდაბლე მოვიპოვოთ. უფლის სიტყვები გამახსენდა, მრავალი მეტყვის მე საშინელ სამჯავროზე, უფალო, შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით. უფალო, შენს წინაშე ცხოვრობდით, ჭამდით, სვამდით, ანუ შენს წინაშე ვიყავით. სასმელში ზოგიერთი მოიაზრებს ევქარისტიის საიდუმლოებაში მონაწილეობას, ვინც შეჭამსო ჩემს ხორცს და სისხლს, ანუ ზიარება რასაც ქვია, ხო? ანუ ქრისტიანულად მაცხოვრებლებზე საუბრობს უფალი. და საოცარი პასუხია და მე გეტყვი თქვენ არ გიცნობთ მოქმედნო უსჯულოებისა. საოცარი. ესე იგი ერთის მხრივ მე მაგ წმენა და ჩემ წმენას გამოხატავ მაშინ როცა მე ცნებებს აღვასრულებ, ამას ამბობს უფალი, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვიცი სხვა რამეს, აი თუნდაც რაც მე ვთქვი, რომ მე უფლის წინაშე ვცხოვრობ, უფლის ცნებებით, მაგრამ უფალი მეუბნება არ გიცნობთ მოქმედნო უსჯულოების, ანუ ისაა კასური სიტყვებს მოვიშველებ და აღმოჩნდება, რომ თუმცა ცნებების აღსრულება სულაც არ ყოფილა მთავარი. ეს არის საშუალება რისთვის? სიმდაბლის მოსაპოვებლად. ანუ ყველაზე დიდი სათნოება არის სიმდაბლე უფლის წინაშე? ხო, მაგრამ აქ ერთი გაუგებარი რაღაცა არის. ეხლა სიმდაბლე რა არის? სიმდაბლე რა, როცა მე ხედავ, რომ უვარგისი ვარ. ეხლა მე თუ მაგარი ვარ, მე თუ ყველაზე კარგი ვარ, მე თუ ყველაზე წმინდა ვარ, მე თუ ყველაზე ძლიერი ვარ, მე თუ ყველაზე მშვენიერი ვარ, მე თუ ყველაზე კეთილშობილი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა თავდაბალიცა ვარ, აბა თავისთავად ცხადია, ამაყი ამპარტავანი არა ვარ, ყველაფერი ვარ. სიმდაბლე როგორღა უნდა მქონდეს? ანუ ვის წინაშე უნდა მქონდეს სიმდაბლე? სხვა ადამიანების წინაშე, რომლებიც ჩემზე ბევრად უვარგისები არიან,
იმათ წინაშე უნდა ვიყო თავდაბალი, მე ხო იმათ 1000-ჯერ ჯობი ვარ. ღმერთის წინაშე რატო უნდა ვიყო? ღმერთმა მთელი ეს სამყარო ჩემთვის შექმნა ადამიანისათვის ზოგადად, ღმერთმა ჯული მოგცა ჩვენ ყველას და აი მე პირადად ვიტყვი რომ ყველაზე კარგად ავღასრულებ ამ ჯულს. ცნებებს ვიცავ ზედმიწევნი. ანუ ღმერთის წინაშეც არ ვიქნები თავდაბალი, უფალო, რაც ჩვენ მოგვეცი, მე იმას ყველაზე კარგად ვასრულებ. ხო და ეხლა უნდა მაცხოვნო. ანუ გესმით, ერთი სხვი ცნებების აღსრულება და მეორე სხვი სიმდაბლე. როგორ შევათავსო ეს ერთმანეთთან? გაუგებრად ხوار ვამბობ. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მე თუ ყველაფერს ვასრულებ, იდეალურად. თავდაბალი ვეღარ ვიქნები. აი როგორ უნდა ვიყო, მე ვერ ხვდები მექანიზმი თავდაბლობისა. ანუ მე თავდაბალი ვარ მაშინ, როდესაც ხედავ ჩემს რეალობას, ფარისევლობით, მე შემიძლია ყველაფერი ვთქვა, რომ ესეთი თავდაბალი ვარ და ესეთი მოსიყვარულე და მაგრამ რეალურად მე ვხედავ, რომ ყველას ჯობი ვარ, იმიტომ რომ აი 1000 ადამიანია ჩემს გარშემო, ყველაზე მეტი მოშურნეობა მე გამოვიჩინე და ყველაზე მეტად მე აღვასრულე ქრისტეს ცნებები. ამის მდგომარეობაში უფრო შეიძლება გადავარდეს ამ დროს. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა მე ვლაპარაკობ აი ადამიანისათვის, რომელსაც ფეხი აქვს ახალი შედგმული სარწმუნოებაში და ეძებს ჭეშმარიტებას. ყველაფერი აღვასრულე. ყველაზე კარგად აღვასრულე. ვიდრე სხვებმა. შევძელი ეს. ეხლა მე როგორ უნდა დავინდაბლო თავი? იმათ ჯობი ვარ, აშკარა ფაქტია. ისინი მრუშობენ, მე არ მრუშობ, ისინი იტყვილებიან, მე არ ვიტყვილები. ისინი ქურდობენ, მე არ ქურდობ, ისინი განიკითხავენ, მე არ განმიკითხავ, ისინი ცილს წამებენ, მე არ ვწამებ ცილს, ისინი წირალოცვას ასწნენ, მე არ ვაცდენ, ისინი მარხვას არ ღვივენ, მე არ ვარ, როგორ? მე ჯობი ვარ აშკარად იმათ. და რაც შეეხება ღვთის წინაშე ვიმეორებ. უფალო, შეხო ხედავ მე რომ ესე იგი, იმათ ჯობი ვარ და როგორ დავიმდაბლო თავი? უცნაური რამ არის ეს ძალი. ძალიან უცნაური რამ. არადა მახსენდება რომ ის ფარისეველი, რომელიც ყველაფერს აღასრულებდა, უფალმა მისი ლოცვა არ შეეწყერა და ის მეზვერე, რომელიც ვარგისი ადამიანი იყო და სამშობლოსაც ღალატობდა და ღმერთსაც, იმის ლოცვა შეისმინა. და რატო? სწორედ მიზეზი ეს არის, იმიტომ რომ მეზვერე ვერავიზე ვერ აიმაღლა თავი. ესე იგი შეხედა ყველას ამას და ყველაზე უვარგისი მართლა თვითონ იყო უვარგისი. როგორც ის ჯვარცმული ამაზაკი, რომელიც პირველი შეიყვანა უფალმა სასუფეველში, იმ ამაზაკმას დაინახა, რომ ესე ყველაზე უვარგისია და თავი ჩაქინდრა და თქვა, მე იმის ღირსიც არა ვარ უფალო, რომ მაცხოვნო და უბრალოდ შენ მომიხსენე შენ სასუფეველში. უფალმა აცხოვნა. მეზვერე, რომელიც თulis ყველაზე უვარგისია, აცხოვნა. ხოლო ის მართლები, რომლებიც ყველაფერს სწორი აკეთებდნენ, ხო? იგივე ის ფარისეველი, ან სხვები მე რომლებიც უფალს განუდგნენ, ისინი დაიღუპნენ. ხედავ, აი ჩემი წეღანდელი ლოგიკა აქ მართლდება, ვინც აღმასრულებელია ჯულისა იღუპება და რომელიც მართლა უვარგისია, ხო? ის ცხონდება. რატომ ხდება ასე? არადა. უფალი მავალდებულებს მე იმას უყვარ ვარ და მე იმას ვწამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს. პარადოქსულია აქაც ქრისტიანობა, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში. ჩვენ ხშირად საუბრობთ ამ საკითხებზე, ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ქრისტიანულ დოგმას, ანუ ღვთისაგან გადმოცემულ ჭეშმარიტებას, ვერცერთ ზნეობრივ სწავლებას, ვერცერთ ასკეტურ სწავლებას, თქვა თუ როგორ ვიცხოვრო ღვთის წინაშე. ვერცერთ ვერ დამისახელებს, სადაც ეს უცნაური პარადოქსული მდგომარეობა არ იყოს და ანტინომია რასაც ქვია, ურთიერთგამომრიცხავი ცნებების და ფაქტების თან არსებობა არ იყოს. რომლის შერიგება თეორიულად, აბსოლუტურად შეუძლებელია. აი ვერაფერს ვერ შეარიგებ თეორიულად, ღმერთი რომ ერთია, მაგრამ სამპიროვნება, ანუ შეიძლება ასე ვთქვათ, სამია თუ ერთია. ვერაფერს ვერ შეარიგებ. და აი ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ რიგდება. ერთი მხრივ ცნებები უნდა აღასრულო, მაგრამ მეორე მხრივ თავდაბალი უნდა იყო და ვერ ვარიგებ ამას ორივეს ერთმანეთს. ის როგორც ვთქვათ, მუსულმანები ვერ არიგებდნენ ერთმანეთს, ღმერთი როგორ შეიძლება იყოს თან სიყვარული და თან სამართლიანი, იმიტომ რომ სიყვარული ითხოვს, რომ დამნაშავეს აპატიო და სამართლიანობა ითხოვს, რომ დამნაშავე დასაჯო. აი როგორ შევარიგო ეს? თეორიულად ეს ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები და ფაქტები, სწავლებები ერთმანეთს არ ურიგდება.